6 აგვისტოს დილის 10 საათზე სამეგრელოში ანალოგური მიწისზედა და საეთერო სიგნალის გადამცემის სადგურები გაითიშება. Ამ პროცესთან დაკავშირებით დღეს შოთამეცხია სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს, საქართველოს ტელერადიო ცენტრის, ასევე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლები უწყებოდნენ. რეფორმის პროცესში ჩართული მხარეები ადგილობრივ მოსახლეობად ციფრულ მიწისზედა და მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. მეხუთე რეგიონია ზუგდიდი, ჩხოროწყუ, ჯვარი და წალენჯიხა, სადაც ითიშება ეს სიგნალი. სწორედ ამიტომ ჩამოვედით, ხვდებით ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს, რათა უფრო დეტალურად აუხსნათ, რა პროცესთან გვაქვს საქმე, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, რომელიც ეხება მხოლოდ მათ, ვისაც აქვს ეგრეთ წოდებული ოთახის ან სახურავის ანტენა, ხოლო ვისაც აქვს საკაბელო, აქვს სატელიტი ან ინტერნეტ ტელევიზია, მათ ეს პროცესი არ ეხება. ზუგდიდში შევხვდით ადგილობრივ მოსახლეობა გავაცანით რეფორმის მნიშვნელობა, ტექნიკური საშუალებების საჭიროება ავუხსენით დეტალურად მოსახლეობას, რა უნდა გააკეთონ მომხმარებელმა იმისთვის, რომ უპრობლემოდ მიიღოს 6 აგვისტოს შემდეგ მაუწყებლობა მრავალფეროვანი, გაუმჯობესებული ხარისხის და უფრო მეტი სამაუწყებლო პროგრამით. სახელმწიფოსთვის აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგან გამოთავისუფლდება სიხშირული სპექტრი. თუ ანალოგური მაუწყებლობისთვის განკუთვნილ ერთ არხში თავსდებოდა ერთი სტანდარტული გარჩევადობის პროგრამა, უკვე ციფრული მაუწყებლობისთვის განკუთვნილ ერთ არხში მოთავსდება დაახლოებით 15-მდე სტანდარტული გარჩევადობის პროგრამა. შესაბამისად, ამ გამოთავისუფლებული სიხშირეების ხარჯზე გაიზრდება პროგრამების რაოდენობა და ასევე გამოთავისუფლდება სიხშირული სპექტრი, რასაც სახელმწიფო სარფიანად გამოიყენებს. ციფრული მაუწყებლობის მისაღებად მოსახლეობას დასჭირდება DVB-T2 სტანდარტის მხარდაჭერის მქონე set-top box-ი ან ტელევიზორი. ასევე სიგნალის გარანტირებულად მისაღებას საჭიროა შენობის სახურავზე დამონტაჟებული მეტრულ დეციმეტრული ანტენა. თუმცა ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია სატელევიზიო ანძისკენ მიმართული ოთახის ანტენის გამოყენებაც. მთავრობის გადაწყვეტილებით სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომლებსაც 70,000 ან ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვს, ციფრული სიგნალის მიმღები აპარატურა უფასოდ გადაეცემათ.